მოზარდ მაყურებელთა თეატრში ამომრჩეველთა ლიგის დაფუძნების პრეზენტაცია გაიმართა. ლიგა თებერვალში დაფუძნდა. მაშინ ითქვა, რომ მას არ გააჩნია პოლიტიკური მიზნები და მოწოდებულია ხელი შეუწყოს საზოგადოების აქტიურობას საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისათვის. დამფუძნებლები ყოფილი დეპუტატი კოკა გუნცაძე, მსახიობი ნანა შონია და იურისტი ლევან ჩიკვაიძე არიან. 2 აპრილს ლიგას შეუერთდნენ ლევან და გიორგი გაჩაჩილაძეები, გოგა ხაინდრავა, გია ყარყარაშვილი, ბიძინა გეგიძე, ბასა ფოცხიშვილი და სხვა პირები. ძალიან დიდი ხანია, არც ტელეეთერით გამოსულა, არც რადიოთი მომიმართავს თქვენთვის და არც გაზეთის ფურცლებიდან. მე და ბასა პატარა კლიპი მოგიგზავნეთ და მოუმზადეთ სულ ყველას, ვინც ამ ორგანიზაციას რა თქმა უნდა მთელი გული და სულით შემოუერთდება. ლევან გაჩაჩილაძემ თავის გამოსვლაში ქართულ პოლიტიკაში ერთი კაცის გამოჩენით გაჩენილ ახალ შანსებზე ისაუბრა. მე არასდროს პოლიტიკური ამბიცია არ მქონია. არც დღეს მაქვს პოლიტიკური ამბიცია. მე სადაც ვიდექი, იქ გავარ და მთელი ცხოვრება იქ ვიდექი. ეს არის ჩემ ხალხთან ერთად. ეს არის ბრძოლა თავისუფალი ქართველისათვის. ეს არის ბრძოლა თავისუფალი ამომრჩევლისთვის. და აი ასეთმა საქართველოს განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენს ბრძოლაში შემოვიდა ყველაზე წარმატებული ქართველი. 28-ში თავისუფალი ამომრჩევლების მშვიდობიანი მანიფესტაცია ლამაზად ჩვენი თბილისის ქუჩებში კიდევ ერთხელ ჩავარდა. ვიცავთ ჩვენს არჩევანს იძულებისგან და ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ მომავალზე. ნათქვამია ამომრჩეველთა ლიგის მიმართვაში. ლიგაში აცხადებენ, რომ მოძრაობის ფილიალები გაიხსნება როგორც საქართველოს რეგიონებში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. პირველი დაფინანსებები მივიღეთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგან. ერთ-ერთი მათ შორის მე გახლავართ. დამფუძნებლების და ამომრჩეველთა ლიგას ახლთან შეერთებული ცნობილი პირები ბიზნე იონიშვილთან და ქართულ ოცნებასთან კავშირს უარყოფენ, თუმცა თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. ამომრჩეველთა ლიგის მიზანი არის წესიერი და პატიოსანი არჩევნების ხელშეწყობა, ორგანიზება და მხარდაჭერა. ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მიღებას, ჩვენ ვართ ამომრჩეველთა თავყრილობა, ეს არის ძალიან დიდი თავყრილობა, ისეთი დიდი თავყრილობა, რომ თქვენ ჟურნალს არც წარმოუდგენია რამხელა თავყრილობა იქნება. 2 აპრილს გამართულ პრეზენტაციაზე მიიღეს გადაწყვეტილება 28 აპრილს გამართულ მანიფესტაცია გაუყალბებელი არჩევნების მხარდასაჭერად. კითხვები მე ხვალ ზეგ მაგ